ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა წამები წყვეტს ყველაფერს, ჩვენ პირველად, რა თქმა უნდა, ვკრებთ 112-ს. ამ ნომრის მიღმა დგას უზარმაზარი გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში სტრესისა და უდიდესი პასუხისმგებლობის პირობებში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობს. გიორგი არსოშვილი 112-ის ხელმძღვანელი შემოგვიერთება ახლა, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ უხილავ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შრომაზე, რასაც ეს ცენტრი ყოველდღიურად ეწევა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი დაგღალეთ ძალიან რეკლამაზე ჩემი კითხვებით, მაგრამ ეხლა ის კითხვები იყო, რომელიც მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს და დავიწყოთ საუბარი. რა არის ზოგადად, რა ორგანიზაცია არის 112? ეს არ არის წესით დაწესებულება, რომელიც მხოლოდ ზარებს პასუხობს. დილამშვიდობის, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ზარების მიღებას არ ემსახურება და ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, კრიზისულ სიტუაციებში ყოფი მოქალაქეების დახმარებაა და ასეთი ზარების მართვა, მაგრამ 112-ს ასევე აქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები. ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ჩვენთვის გახლავთ ქვეყნის მასშტაბით ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების განვითარება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენ საგზაო უსაფრთხოება. ეს კამერების თქვენია? კი ბატონო. მინდა გითხრათ, რომ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს ატარებს და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 9000-მდე ვიდეო კამერა ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის და ამ პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ასევე ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი არის საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციები, რაც უზრუნველყოფს ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციამდე საშუალო სიჩქარის კონტროლს. რაც გამორიცხავს იმას, რომ აი მძღოლები რომ კამერის წინ ანელებდნენ ხოლმე და მე ისევ აჩქარებდნენ, ხო? დიახ, გამორიცხავს, თუმცა უნდა გითხრათ, რომ იცით სამოქალაქო თვითშეგნება ძალიან მნიშვნელოვანია. და გაზრდილია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ უნდა ჭირდებოდეს მძღოლს, ჩემი აზრით, იმის შეხსენება და მით უმეტეს არც დაჯარიმება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა საჭიროა გავატაროთ პერიოდულ ტექინსპექტირებაზე. რა თქმა უნდა, პერიოდული ტექინსპექტირების გატარება ეს არის თავად მძღოლისათვის, მისი მგზავრების უსაფრთხოებისათვის. და ზუსტად მაგიტომ მე ვთვლი, რომ ყველა მძღოლმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავარღვიოთ ჩვენ საგზაო მოძრაობის წესები და უნდა შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილების გარემო. ბატონო გიორგი, ახლა უნდა მივადგეთ იმ თემას, რომელიც არის აი გადაღებული საკითხი და მუდმივად პრეტენზიები ისმის თქვენი მისამართით ამ სტუდიაშიც გაჟღერდა. ახლა გეტყვით რასთან დაკავშირებით. მიხვდებით, როდესაც სიტყვა კითხვას ვახსენებ, მიხვდებით აუცილებლად, როდესაც შედის 112-ში ზარი. როგორც წესი, მოქალაქეების უკმაყოფილებას იწევს ოპერატორის მხრიდან დასმული უამრავი შეკითხვა. ასაკის, სქესი, არ ვიცი, სათხანუკი და გასაგებია რომ მოვიდე, მაგრამ ნუ აი ზოგი ხუმრობს ხოლმე რომ ამის სახელი მკითხეს და ბებიის მისამართიო. ეს კითხვები რას ემსახურება? პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩვენმა ოპერატორებმა მიიღეს 4 მილიონამდე ზარი. და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელთან შედარებით ჩვენ არ გვაქვს მომართვიანობის მატების ტენდენცია. და წარმოიდგინეთ 4 მილიონი ზარის მიღმა, რამხელა შრომა დგას თითეული ოპერატორის. იყო ზარის მიმღები ოპერატორი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და იყო პოლიციელი და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით პირველ კომუნიკაციაში შეხვიდე მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება კრიზისულ სიტუაციაში. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად დასმულ კითხვებს ოპერატორების მხრიდან, მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვარები შემუშავებული არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. და ამერიკული პლატფორმის მიხედვით ჩვენ გვაქვს ყველა ინციდენტზე ადაპტირებული კითხვარები. დასმული კითხვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარემოებას. რა თქმა უნდა, ყველა პოლიციელი, ყველა მეხანძრე მაშველი, ყველა ექიმი მუდმივად მზადყოფნაშია მოქალაქეებს გაუწიონ დახმარება, მაგრამ საჭირო არის
შესაბამისმა მომიჯნავე სამსახურებმა ჩვენგან მიიღო ნამომწურავი ინფორმაცია. თუმცა აფერხებს თუ არა ეს კითხვები ამ პროცესს სამაშველო გუნდის გამოგზავნას, იმიტომ რომ ყოველთვის ეს განცდა ეუფლებათ ალბათ მოქალაქეებს და ამის გამო ღელავენ. ამ ხრივ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ინფორმაციის გადაცემა ხდება ონლაინ რეჟიმში. ანუ არ ნიშნავს ის, რომ ვიდრე ჩვენ არ ამოვწურავთ კითხვებს, ინფორმაცია არ არის გადაცემული შესაბამის სამსახურში. რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახური გამოშვებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ამბავია, ანუ როდესაც ადამიანი რეკავს 112-ში, ითხოვს შველას, კი ბატონო, მასთან დამხმარე გუნდი ავტომატურად მიდის როგორც კი მისამართს დაასახელებს და როდესაც პარალელურ რეჟიმში შეკითხვა-პასუხის პროცესი მიმდინარეობს, ეს დამხმარე გუნდი უკვე გზაშია. რა თქმა უნდა და გზაში ღებულობს დამატებით ინფორმაციას. გასაგები. ანუ არ ხდება შეფერხება, სულ არის ხოლმე რომ კაც გამოუშვი და მე ვეთყვი და გამოშვებულია. რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეალურ დროში ონლაინ რეჟიმში ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამის სამსახურზე და დამატებით ვაწვდით ჩვენ ამ ინფორმაციას. ერთი შეკითხვა მაგ თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ რომ 4 მილიონი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში და 4 მილიონჯერვე 7 პასუხი ოპერატორის მხრიდან. ეს დარწმუნებული ვარ რომ მარტო ბუნებით ვინც უფრო მშვიდია მასე არ აგირჩევიათ ეს ხალხი და სპეციალურად ამზადებთ და მუშაობთ ამისთვის. აი ეს სიმშვიდე როგორ მიიღწევა და რას აკეთებთ ამისთვის რომ მუდმივად ოპერატორი იყოს გაწონასწორებული და ეს ემოციური ფონი მისთვის არ იყოს გადამდები. მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ ყველა პოლიციელს, ისევე როგორც 112-ის თანამშრომლებს, მოეთხოვებათ მაქსიმალური მოთმინება და ამ მიმართულებით უშუალოდ 112-ის ოპერატორები გადიან ძალიან აქტიურ გადამზადებას, ეს არის საბაზისო მომზადება, თუმცა ამ საბაზისო მომზადების გარდა ჩვენ გვაქვს სტრესის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის ტრეინინგები. მოგეხსენებათ, ჩვენი ოპერატორები მუდმივი სტრესის ქვეშ მუშაობენ და ნამდვილად რთული პროფესია აქვთ არჩეული, უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, ყველა ნიუანს უნდა ხშირად შეურაცხყოფაც ისმის ხოლმე მათი სამართლით განერულებული და ხშირად ჩვენ და სამწუხაროდ და ძალიან გულდასაწყვეტია რომ იუმორისტული შარჟებიც კეთდება ხოლმე ამ დასმულ კითხვებზე, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი ოპერატორები მობილიზებულები არიან რომ ყველა ნიუანსი მიაწოდონ შესაბამის სამსახურებს და თქვენის ნებართვით ვისარგებლებ შემთხვევით მე მინდა ყველა ოპერატორს და 112-ის გუნდს გადაუხადო დიდი მადლობა გაწეული შრომისათვის დამერწმუნებით რომ 4 მილიონი ზარის მართვა სხვადასხვა კატეგორიის ეს არ არის ნამდვილად ასე და აი გადამზადების ნაწილი რომ განვაგრძოთ ხშირად ეს გავრცელებულა ხოლმე ჩანაწერები 112 ჩასული ზარების და ხშირად მოგვისმენია როდესაც ოპერატორი სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა კონკრეტულ ადგილზე კონკრეტულ ადამიანთან ხშირად აძლევს ხოლმე რჩევას ამ ადამიანს როგორ უნდა მოიქცეს მაგალითად აი გულის პრობლემის დროს არა აქვს მშობა სხვადასხვა პრობლემის დროს ამ მიმართულებითაც გადამზადებულები არიან თუ მათ აქვთ რაღაც კვალიფიკაცია ანუ საიდან იციან ოპერატორებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე როგორც აღვნიშნე ჩვენ შერჩევის პროცესი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან რგოლებად დაყოფილი და ერთ-ერთი რგოლი ასეთი გახლავთ რა თქმა უნდა ჩვენ ვასწავლით პირველად სამედიცინო ასე ვთქვათ რეკომენდაციებს რაც სხვადასხვა ინციდენტის დროს უნდა გამოიყენონ და ასევე როგორც მე აღვნიშნე ჩვენი კითხვარები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის შემუშავებული რომელიც იძლევა იმის საშუალებას რომ პირველადი სამედიცინო კონსულტაცია ვიდრე შესაბამისი ჯგუფი მოახდენს ადგილზე მისვლას გაუწიონ თითოეულ მოქალაქეს ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო ხასიათის ეს შეიძლება იყოს სახანძრო სამაშველო სიტუაციების ფარგლებშიც მიცემული კონკრეტული კონსულტაციები ვიდრე შესაბამისი სამსახური მივა კონკრეტულ ლოკაციაზე. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ, რომ ხანდახან ხდება 112-ის ზარები, გამოდის გაშარჯდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეულია იმით, რომ არის სრუ ზარები, მაგალითად არასწორი მისამართით დასმული შეკითხვები, ხო? რამ თუ იგეგმება ამ მიმართულებით, აი საკანონმდებლო ცვლილება, რომ ასე ვთქვათ, დავიზღვიოთ თავის სისტემა გადატვირთვისგან. მინდა გითხრათ, რომ სრუ ზარები გახლავთ არამხოლოდ საქართველოს 112-ის გამოწვევა, არამედ სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური პრობლემა არის და ყველა
ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომები არსებობს. ჩვენ ვსწავლობთ ახლა საერთაშორისო პრაქტიკას უფრო დეტალურად და რა თქმა უნდა გეგმავთ რომ შევიტანოთ საკანონმდებლო ბაზაში გარკვეული ცვლილებები, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ცრუ ზარების შემცირების თვალსაზრისით. ვინაიდან მინდა გითხრათ რომ ცრუ ზარის შემთხვევაში საკმაო რესურსი იხარჯება სხვადასხვა უწყებების. რამაც შეიძლება განაპირობოს იმ მისამართზე შეფერხება, სადაც რეალურად არის დახმარების საჭიროება. აქედან გამომდინარე, მე ყველა მოქალაქეს ვთხოვ, თავი უნდა შევიკავოთ ცრუ და არამიზნობრივი ზარებისგან და დავანებოთ სკოლას თავი, ესე. სხვადასხვა ამ ნაწილში მე აღნიშნავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინიცირებულ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს პროფესია პოლიციელი, რომლის ფარგლებშიც ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ უმასპინძლეთ 700-მდე მოსწავლეს და გავაცანით ის კონკრეტული სპეციფიკა თუ რა დროს უნდა მოახდინონ ბავშვებმა ჩვენთან კომუნიკაცია. და როგორ უნდა ავირიდოთ ჩვენ ბევრი გვახსოვს ბავშვის მიერ გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ძალიან პატარა ასაკში სწორად რეკავენ და სწორ ინფორმაციას აწვდიან. აქვე მინდა ძალიან რომ ვისაუბროთ საუბრის დასასრულს უკვე აპლიკაციაზე და სწორედ ამიტომ დაგისვამთ ახლა კითხვას, რომელზე პასუხიც მე უკვე მოვიპოვე რეკლამის დროს. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანმა უბრალოდ არ იცის ლოკაცია, რომელზეც იმყოფება. ცუდად არის იცი შეიძლება ქალაქი, რაღაც უბანი, მაგრამ ზუსტ მისამართს ვერ ეუბნება ოპერატორს. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინსტრუმენტი 112-ის მობილური აპლიკაცია 112 ჯორჯია, რომელიც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს გადმოწეროს. ამ აპლიკაციას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორც არის კონკრეტული ლოკაციის იდენტიფიკაცია. ანუ თუ კი აპლიკაციაში გააქტიურებული გვაქვს ჩვენ ლოკაციის ფუნქცია, შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ კონკრეტულ მისამართზე უმალ მოახდინონ რეაგირება. აპლიკაციას აქვს კიდევ დამატებითი ფუნქციები, როგორც არის სოზღილაკი, ასევე არის ჩატის ფუნქცია, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის შემთხვევაში არის ჩატის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ოპერატორთან ხდება მიმოწერა ჩატის მეშვეობით და უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ აპლიკაცია არის ხუთენოვანი, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადმოწეროს ეს აპლიკაცია და ჩვეულებრივ სასწრაფოსაც გამოვიძახებთ დარეკვის ფუნქციაც აქვს ამ აპლიკაციას. რა თქმა უნდა, დარეკვის ფუნქციაც აქვს ამ აპლიკაციას და ძალიან მოქნილი ინსტრუმენტია, თუნდაც ტურისტებისათვის, რომლებსაც ჯერაც არ აქვთ სიმბარათი გააქტიურებული, გამოიყენონ ეს აპლიკაცია და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზადყოფნაში, რომ აღმოუჩინოთ შესაბამის დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ რომ გამიმეოროთ, რა თქმა უნდა, ჩამოვწერე უმალ, როგორც კი ბატონმა გიორგი მირჩია და სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა. სოზღილაკზე თითის დაჭერით ადგილზე გაჩნდება მყისიერად საპატრულო პოლიცია. დარეკვის შემთხვევაში და მიწერის შემთხვევაში უკვე კონკრეტულად ის ბრიგადა, რომელიც გვჭირდება, იქნება ეს სახანძრო თუ სასწრაფო დახმარებაზე, თავად გვიპოვის. აღარ არის თქვა აუცილებელი და კონკრეტული მისამართი უთხრათ. ეს ძალიან კარგია ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, უცხოელი ტურისტებისთვისაც, ვინც არ იცის კონკრეტულად რა ლოკაციაზე იმყოფება. მე ერთსაც დავამატებ თქვენის ნებართვით, აპლიკაცია ადაპტირებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ჩვენ გვყავს შესაბამისად გადამზადებული ჟესტების ენის სპეციალისტები და ვიდეოზარის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ შესაბამისი დახმარება. დიდი მადლობა და თქვენს იმ ადამიანთან, ვინც პირველ ზარებს პასუხობენ ჩვენ ზარებს, მადლობა მინდა გადასცეთ პირადად ჩემგან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან და ბოდიშიც, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ ხოლმე წონასწორობას, ხო, კრიტიკულ დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მე თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი 112-ის გუნდს გაწეული სამუშაოსათვის. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელობის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს კონკრეტული შედეგები და გვპირდებით, რომ 2026 წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ჩვენ მუდამ ვიქნებით თითოეული მოქალაქის გვერდით საჭიროების შემთხვევაში და მუდამ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საქმის მოკლებას, რა თქმა უნდა, ვერ გისურვებთ, არ გისურვებთ, მაგრამ მოქალაქეებს უსურვებ, რომ თქვენ ნაკლებად დაჭირდეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებებს. გაიხარეთ.